ეს უბრალოდ წკამი არ არის. პირდაპირ ხაზია ხელისუფლებასთან. დაჯიქი, თქვი შენი სათქმელი. მთავრობა გისმენთ. მე ვარ დავით ფანჯაკიძე, თბილისის საკრებულოს წევრი, კომპანია TTS-ის მმართველი პარტნიორი. მე მჯერა რომ დღეს იმას, რასაც ვიტყვი, გაიგონებს მთავრობა და იგივეს გავიმეორებ ხშირად საკრებულოში, სადაც ამჟამად მოღვაწეობ. 1993 წელს ვიყავი 12 წლის ბავშვი. ეს ის წელია, როცა თბილისში აშენდა მტკვარზე ბოლო საავტომობილო ხიდი. ამის მერე გავიდა 40 წელზე მეტი და ჩვენ ვერ შევძელით, ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო მტკვარზე ხიდის გადადება და 93 წელს თბილისში 100,000 მანქანა დადიოდა. დღეს მილიონ ავტომობილს ითვლის ჩვენი დედაქალაქი. დარწმუნებული ვარ, რომ ხიდი თბილისისთვის არის დრამატულად აუცილებელი. ხიდი კი არა, ხიდები. ხშირად გამიგია დაპირება, ხშირად მომისმენია მრავალი მთავრობისგან, რომ ის ფიქრობს ინფრასტრუქტურაზე, მის განვითარებაზე, მაგრამ არაფერი ამდაგვარი სერიოზული, რადიკალური მაინც არ ხორციელდება. რამდენიმე წელია თბილისი გადატვირთულია საცობებით. არ არსებობს ქუჩა, არ არსებობს მაგისტრალი, სადაც პიკის საათებში არ ვაწყდებით ისეთ საცობებს, სადაც ადამიანებს საათობით დროის გატარება უწევს. ეს სწორედ იმიტომ, რომ თბილისში ინფრასტრუქტურულად ვერ განმოვითარეთ ისეთი ობიექტები, რომლებიც განტვირთავდა ამა თუ იმ მაგისტრალზე მოძრაობას. არ ავაშენეთ გზაგამტარები, მტკვარზე ვერ გადავდეთ ხიდი. და ეხლა ხდება ავტომობილების კონცენტრაცია ძალიან მცირე ლოკაციებზე. მე თავად გამოვიჩინე ინიციატივა და შევთავაზე ქალაქს, ყოველ შემთხვევაში საკრებულოს, რომ დავიწყოთ ხიდის მშენებლობა კონკრეტულ ლოკაციაზე. ეს არის ქსნის ქუჩისა და ბელიაშვილის ქუჩის შემაერთებელი მონაკვეთი, რომელიც განტვირთავს მოძრაობას ქსნის ქუჩის მხარეს და ერთი მხრივ შეამცირებს 5,5 კილომეტრიან, ხოლო მეორე მხრივ 3,5 კილომეტრიან გზას ბელიაშვილამდე მიმავალს და ასაშენებელია სულ 70 გრძივი მეტრის სახიდე გადასასვლელი. ეს არის ძალიან სწრაფად განსახორციელებელი პროექტი და ვფიქრობ, რომ თუ გულიანად მოვეკიდებით ამ საქმეს, აუცილებლად გავაკეთებთ. გავაკეთოთ ის, რაც ხალხს სჭირდება, რაც ჩვენ გვჭირდება, გავაკეთოთ კარგად და ხარისხიანად.